გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები რამ შვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. ერადარა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოურბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. ბეჭა ჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მარჩა. კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს. გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება. ნუ ნერვიულობ ზერ, მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდებს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე. ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი დავინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო წინ!
დო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე. დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცში გაივლის და თხეხე. 17? კაჯა, საბავშვო ქალაქში წავიდეთ. იქნებ ახალი საქანელები დააყენეს. არა მგონია. დიდი ხანია იქ არ ყოფილვართ. წავიდეთ. მიდი. კარგია. ხედავ, დაკეტილია. ესე ჩენი ახალი საქანელები, პეჭა. მიდი. ქვიშა. კარგია. საქანელები. ჩვენ კი უკვე დიდები ვართ, მაგრამ პატარები სად ითამაშებენ? პეჭა, როგორ მე უნდა დავეხმაროთ? რამეს მოვიფიქრებთ? როგორ შეიძლება რაღაც გზის გამო საბავშვო ქალაქის დაკეტვა? ბავშვებმა სად უნდა ისეირნონ? ვიღაცებს უნდა დავუკავშირდეთ. მართალი ხარ. პულ, სერ, პეჭა ვარ. ჩემი გესმით, მიღება? უცნაურია, თითქოს რაციის გამოყენება ვასწავლე. მოდი მე ვცდი. თორ, ტრაკ, თქვენი ხმა გაგვაგონეთ. მაბადია, მაგრამ დღეს შენი დღე არ არის ანკი. კიდევ მოვიგებ. რაცია არავის არ დაგინახავთ? ტოძე ეკიდა. პულ, ანკი, თქვენი დახმარება გჭირდება. დილა მშვიდობისა. ლაპარაკობს ბული. როგორ გესმით ჩემი მიღება? როგორც იქნა, ბულ. სასწრაფოდ მოდით, თქვენი დახმარება გჭირდება. თუ არ მოზავრებაო წინ. რთული ამოცანა, მაგრამ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. მოდი ყველაფერი დავმარხოთ. ბულდოზერები, ექსკავატორები. იყო და აღარ იქნება. იდეა მაქვს. ჩვენ ავაშენებთ გვირაბს. გვირაბს? კი, მაგრამ როგორ? აი ასე. ანკი და ტრაკი სათამაშო კონსტრუქციებს აი აქ გადმოიტანენ. პული და თორი ტრანშეას გათხრიან. ზემოდან ტრაკი ბეტონის გადახურვას დააყენებს. შემდეგ კი ტრაკი და ანკი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებენ. მე რა გავაკეთო? დო, ფარებით სამშენებელ მოედანს გაანათებ.
ჩემი ფარნის შუქი საკმარისი არ იქნება. მაშინ საქმეს მივხედოთ. თურბოზავრებო, წინ. ტრაკ, დღეს ნამდვილი სუპერ გმირი ხარ. ესა წავიღოთ. ერთი იდეა მაქვს. ანკი, თორ, ტრაკ, საქმეს მივხედოთ. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ვაშა! ცოტა ჩუმად. დაბრუნების დროა. თუ ხელმშენებელთა უცნობმა ბრიგადამ საბავშვო ქალაქის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა. პულ შენ ხარ? მოისმინე? ყველაფერი მაღალ პროფესიულად გაკეთდა და რაც მთავარია საბავშვო ქალაქი არ დაზიანებულა. ხო მართლა, ის ბევრად უკეთესი გახდა. დიდი მადლობა, უცნობო მეგობრებო. ვაშა! ვაშა! ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. თურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ, ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია.
შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფოდ. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. ახლა შენ სცადე, მოგეწონება. რადგან ასე ფიქრობ? იქნებ საკმარისიათ რა აქ. გააჩერე ბოლოს და ბოლოს. ვცდილობ. ეს სპეციალურად გააკეთე? არა, რა თქმა უნდა, თორ, უბრალოდ აქ პაწაწინა ღილაკებია. როგორც ჩანს, შენთან ერთად მანქანებს ვერ ვითამაშებთ, პეჭა. მე კი ვოცნებობდი რბოლა მოგვეწყო. მომისმინეთ, იქნებ ნამდვილი რბოლა მოვაწყოთ. ხო, მაგრამ ამას ვერც ტყეში გავაკეთებთ, ვერც გზატკეცილზე. ძალიან სახიფათოა. მოვიფიქრე. მოდი სპეციალური ტრასა ამაშენოთ. ხო. მე მგონი გვეყოფა ადგილი ტრასის ასაშენებლად. შეხედეთ? მაგრამ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. ნიადაგი უნდა გავასწოროთ, კუნძები ამოვთხაროთ. ყურებს არ ვოჯერებ. მცენარეებს რას ვუზამთ? სხვათა შორის აქ შროშანები იზრდება. საათხედავ შროშანებს. წელიწადის ამ დროს არ ყვავილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის. შროშანები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებია, ჩვენ კი ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. შეუძლებელი არაფერია, კაძა. მცენარეებს ნიადაგთან ერთად გადავრგავთ. ბულ, შენ კუნძებს ამოთხრი. ანკი, შენ მათ წაიღებ. თორ, შენ ნიადაგს გააფხვიერებ და მიწას გაასწორებ. დო, შენ ტრასას დატკეპნი. ტრაკ, შენ და კაცა მცენარეებს გადარგავთ. ზერიკი. ზერი დაისვენებს. ხო, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი ტრასაა. მე ხომ მანქანა არ ვარ, რობოტიც კი არ ვარ, რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეგიძლია მსაჯი იყო. მართლა? მსაჯი ვიქნები? გაიგონეთ? მსაჯი ვიქნები. ყველაზე მთავარი ვიქნები. ტურბოზავრება წინ.
ყურადღება. მოემზადეთ. წავიდა. ვაშა, მე გავიმარჯვე. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს უსამართლობა. ტრასიდან რომ არ გადაგეგდეთ, შეიძლება პირველი მივსულიყავი. შენც გვაწვებოდი. ო, მაგრამ თუ არ თაღლითობდა. რას ამბობთ, რაკ? შენც კარგად იცი, შენ და თორმა მოაწყვეთ ყველაფერი. საჯმა ყველაფერი დაინახა. ჩვენ გვეგონა რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. არა? საინტერესო მაშინ, როცა ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. ო, მე ჩვენ არასწორად მოვიქეცით. იცით რა? მოდი სამართლიანი შეჯიბრება გავმართოთ. მაგალითად, დინოზავრებს შორის სირბილი. ხო რა მოხდა? მოემზადეთ? ყურადღება? ყურადღება? რა თქმა უნდა, ტრაკი პირველი მივა, მას ყველაზე გრძელი ფეხები აქვს. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის დო, რბოლა გავაგრძელოთ. მეგობრობამ გაიმარჯვა, შესანიშნავი რბოლა იყო. იცით რა ვიფიქრე? შეგვიძლია ფრენაში მოვაწყოთ შეჯიბრება, რომ გამარჯვებულმა კარგი პრიზი მიიღოს. რატომ იცინით? რა თქვი სასაცილო? გამარჯობა, რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა, ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს.
ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. თორბაზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეაა. ტრაკ, მიღება. ტრაკ, მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყონება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი, ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა, გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყოფს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? კი, მაგრამ ბებია, ენას რატომ მიყოფ? შენ რატომ მიყოფ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. ჰა, მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა მოირწყას. ვნახოთ როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა. ტბაზე წავიდეთ. ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინაკ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? ო, რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის?
აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ. ახლა მე ბაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. მზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია, სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ უნდა გავმარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი. კარგი გატეხილი ჰანტელი, ბალი, იქნებ სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეჭა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. მაგარია, ტრაკ, ნამდვილი პროფესიონალი ხარ. კიდევ ბევრი რამ შემიძლია. აი მეორე ბურთი რომ ქონოდა. თქვენ აქ ერთობით, იქ კი. 3 კაცია ტომრებით. და აქეთ მოდიან. ტომრებით? ჰა, ძალიან დიდი ტომრები აქვთ. ზურგით მოაქვთ. ალბათ ტურისტები არიან და ზურგჩანთები აქვთ. მაშინ ჩვენი წასვლის დროა. არავინ არ უნდა დაგვინახოს. ზერ, რა გააკეთე? რატომ მაშინვე ზერი? ზერი დაიღალა და სასვენებლად ჩამოჯდა. ქვები კი უკვე 500 წელია არ შეუკეთებიათ. ქვას ასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ. მაგრამ შეიძლება ვერ მოვასწროთ ის ტურისტები. ის ტურისტები ახლოს არიან. გეგმა მაქვს. ტურისტებს შევაყოვნებთ. ტრაკ, შენი დახმარება დაგჭირდება. წამომყევი. ბურთი წამოვიღო. არა, შენი სხვა ნიჭი დაგჭირდება. ჩვენ კი მანამდე ბაზის რემონტს მივხედავთ. ტურბოზავრებო, წინ. კიდევ ბევრი უნდა ვეაროთ, სანამ შევისვენებთ. არა, უკვე ახლოს ვართ. აქ ერთი მშვენიერი მინდორი ვიცი. იქ გავჩერდებით ღამის გასათევად. ამ დღეში მხეცები არიან? დათვებიან მგლები? აქ სრულიად უსაფრთხოა. ტრაკ, როცა მოგვიახლოვდებიან, ხმამაღლა შეუღრინე, როგორც შეგიძლია. ძალიან ხმამაღლა. დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ვეცდები. დროა.
დათვები, გლები, ენოტები. ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის. ახლა დრო გვაქვს, რომ ბაზა გავარემონტოთ. კიდევ უფრო უკეთესად შემიძლია. ცოტა რომ მე ვარ ჯიშა. არ გამოდის. ახლა მე ვწდი. არ გამოდის. ვერაფერს ვერ წამოვდე, კაუჭი. თითქოს რამდენიმე პატარა ქვად ვაქცევ. მეტის მეტად მაგარი ქვა. რა გავაკეთოთ? ტურისტები გარკვეული დროით შევაყოვნეთ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდნენ აქ. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. პერკეტი გჭირდება. შეხედეთ? მაგარი მორი უნდა ვიპოვოთ. მის ერთ ბოლოს ქვის ქვეშ დავდებთ მეორეს, რაც შეიძლება მაგრად დავაწვევით. აქედან ახლოს წაქცეული ხედა ვინახე. ტრაკ, გამომყევი, გაჩვენებ. იქნება არ არის საჭირო. საჭიროა. უნდა გავიგოთ რა ხმა იყო. შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთოთ. ტრაკ, მოს დააწექი. ტურისტებს ვხედავ. ძალიან ახლოს არიან. ბულ, ტრაკს დახმარება სჭირდება. ჩვენი წასვლის დროა. გმადლობთ მეგობრებო. არაფერს. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. გამარჯობა. შემთხვევით, ცოტა ხნის წინ საეჭვო ხმები ხომ არ გაგიგონიათ? ველური მხეცის საშინელი, შემადრწუნებელი ხმამაღალი ღრიალი. გამარჯობა. ველური მხეცის? რას ამბობ, აქ ასეთები არ არიან. ჩვენი დღე სრულიად უსაფრთხოა. ღრიალი? გავიგონე. მე და ჩემი ძმა ქვის ხანას თამაშობდით. პეტი ხმალკბელა ვეფხვი იყო. მე კი პირველყოფილი მონადირე. აი, შენ კიდევ დათვები, ენოტები, ხმალკბილა ვეფხვი. ციცინათელები. მეც მინდა ასე. არა, უკვე გვიანია. სახლში უნდა გავიქცე. რა სწრაფად მოვედი. მიდი, გაიხსენი. არა, მედალიონი დავკარგე. მეგობრებო, შემომიშვით. რა ხდება? ანკი? იქნებ პეტიას ოთახში ჯობია. ხო, მაგრამ კარში ვერ გაეტევი. დიდი კარი ავაშენოთ. არა, ახლა უნდა დავიძინოთ. დილით მოვძებნოთ შენი მედალიონი. შეგიძლიათ ერთი ჭიქაწყალი მომიტანოთ. კაკუნზე არავინ არ მიპასუხა.
აი, აქ წავიქეცი. სადღაცა გუნდა იყოს. აი სად ყოფილხარ? გეძებდით. სად იყავი მთელი ღამე? ღამე ჩვენთან გაატარა. მედალიონი დავკარგე. ბაზაზე მოჩვენებები არიან. არა, მოჩვენებები არ არიან. ვიღაცა მანკის მედალიონი იპოვა. მედალიონი დიდ მანძილზე არ მუშაობს. აი ასე გამოსცემს ხმას. ასე არა. მაშინ აქვს ხმა, როცა ხესთან ახლოსაა. ეს რა გაქვთ? კიდათ გავცვალოთ. არა. ფედია, ბორა. და გავიწყდათ, რომ ბოსტანში დახმარებას დამპირდით. ო, მართალია დეიდა ნორა. გარეთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა, მაგრამ დამპირდით. კარგი იქნება თუ ხვალ ყველაფერი მზად იქნება მცენარეების დასარგავად. დღეს არ მინდა მუშაობა. არც მე არ მინდა. მაშინ თქვენთვის კარგი წინადადება გვაქვს, მაგრამ სამაგერად მედალიონი უნდა მოგცეთ. მიწა უნდა მოხდათ. გასაგებია მეგობრებო? კი, გასაგებია. რა არის ამაზე ადვილი? ო, ძალიან ადვილია. თვითონაც იცით. ჩუმად ყველას გააღვიძებთ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. ჩუმად. ტურბოსავრებო წინ! მეგობრებო, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ძალიან ლამაზია, თუმცა კარგად დავისვარეთ. რა საკეთებთ? ეს იმისთვის, რომ ფედიამ და ბორამ დანაპირები შეასრულონ. დარგვაც მოასწარით ჩემ მაგივრად? ნამდვილად დაიმსახურეთ ნაყინი. საფულეს მოვიტან. არის. აბა ბიჭებო, მოგვიცით მედალიონი. იქნებ ჩვენ დავიტოვოთ. დეიდა ნორა მარიცის რომ ეს თქვენ გააკეთეთ. გაიგებს. აი ამას თუ აჩვენებთ. ანკი, სხვა დროს ყურადღებით იყავი. დაგენაძლევები რომ ვერ მოასწრებს. არა, აღარ დაგენაძლევები. ნამდვილად ვერ მოასწრებს. ასე არ თამაშობ, ეს უსამართლობა! მოფრინავს! უკვე მოფრინდა. შეხედეთ! ეს რა არის? რაღაც ლაკაა. ვაშლი გადაიღე? ეს ვაშლი არ არის. ტელესკოპში ვიყურებოდი და რაც დავინახე, ამოგიბეჭდეთ. ეს ხავს?
დიდ მეტეორიტს. ნამდვილად ასეა. ბებიას ბაღში მოფრინავს. შენ რა იცი? ეს ლაკა ვაშლს გავს და ვაშლის ზომისაა. ხომ ასეა? ო, ასეა? ვაშლები კი სად იზრდება ბებიასთან? ბაღში. ესე იგი მეტეორიტი იქ ჩამოვარდება. ბებიას ბაღში გოგრა აქვს, ჩემპიონი. მეტეორიტი კი მას. ბებიას ძალიან ეწყინება. უნდა გადავარჩინოთ. ბებია? გოგრა და რაც შეიძლება სწრაფად. რა გეგმა გვაქვს მის გადასარჩენად? მე ვიცი. მეტეორიტი შურდულით უნდა ჩამოვაგდოთ. არა, ვერ მოვარტყამთ. იქნებ ტყეში შემოვიტყუოთ და მახეში გავაბათ. მეტეორიტი? ის ხომ ქვა? რით გინდა რომ შემოიტყუო? ყველით? იქნებ? აი, ამ ხელა ვენტილატორი გავაკეთოთ. ის მეტეორიტს ტბაში გადაისურვის. მივხვდი რა უნდა გავაკეთოთ. მომყევით. მოვიფიქრე. რაღაც უზარმაზარი ჩოგნის მსგავსი უნდა გავაკეთოთ. და მეტეორიტი მოვიგერიოთ. მართალია. მართალია. დიდი ბადა გჭირდება. ბაღის თავზე გადავჭიმავთ და როცა მეტეორიტი მოფრინდება, მას ბიუმ! წინ ბადის საძებნელად. ბადეს ვხედავ. ტბასთან ახლოსაა. ოშა, წავედით. გარგი, მოდი აქ ყველაფერი სწრაფად ამოვთხარო და სხვაგან გადავითანოთ. მეტეორიტიც მოტყუებული დარჩება. გენიალური იდეა. ეს რა გააკეთეთ? ბებია მალე დაბრუნდება მაღაზიიდან. აქ კი არეულობა დახტება. მხოლოდ ერთი შეხედვით არეულობა. მაგრამ თუ არ დააკვირდები, ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეთ, თორემ ბებია გაბრაზდება. მე მგონი, ყველაფერი მოვაწესრიგეთ. დავუჩქაროთ, ბადე გავჭიმოთ. პეტიას გეგმას მივდებთ. მეტეორიტი შეიძლება წუთი-წუთზე მოფრინდეს. მარჯვნივ, ახლა მარცხნივ. მე მგონი, ყველაფერი მზად არის. შემოწმე სად არის მეტეორიტი. მოიცადე, ლიზა უნდა გაწმინდო. ხედავ, მას ბაბუაწვერის ბუმბული მიეკრო. ო, მეტეორიტი გაქრა. მე მგონი ეს უბრალოდ ბუმბული იყო. მეტეორიტი დღეს არ იქნება? ახლავე მოფრინდება. დავიჭიროთ? ჰო. ოი, ჩქარა. მარჯვნივ, მარცხნივ. ჩემკენ. სტეკ, აკეთ. ესე ჩვენი მეტეორიტი. შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება.
რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო? ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. დღე დიდია. რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი. მოდი დოს ყვავილები მოუძებნოთ. მეჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ, საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმენი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს რას ამბობ დღეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძ სამოგრავი ფეხს და რელსი გეკონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლიან და გივიპოვეთ. და ურთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება. მერე? რელსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება. წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგვჭირდება შპალები, რელსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რელსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ. ტურბოზავრებო, წინ! რკინიგზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისში ასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვისწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა. არი ნერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარეთ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დროა გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარებ. რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მემანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლია, ამბობდა რომ სამსახური ენატრება.
ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ შენ ძალიან მოგიხდება. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.